თბილისიდან 45 წუთის სავალზე საქართველოს ძველ ისტორიაში მოხვდებით, სადაც დღემდე შემორჩენილია კულტურული ძეგლები. საქართველოს თითოეული კუთხე თავისი სილამაზით და მრავალფეროვნებითაა გამორჩეული. დღეს კი მინდა ვიმოგზაუროთ შიდა ქართლში, უფრო კონკრეტულად კი კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში. ჩემი სიუჟეტის საშუალებით მინდა გაგაცნოთ სოფელი ნოსტე, მისი კულტურა, სიმწვანე და ის ბუნება, რომლითაც არაერთი ადამიანია აღტაცებული. სოფელი ნოსტე გიორგი სააკაძესთან ასოცირდება. სწორედ აქ მდებარეობს სააკაძის ნასახლარი, იგივე კოშკი, რომელსაც მიუხედავად არაერთი დარბევისა დღემდე შენარჩუნებული აქვს სახე. ვიმყოფებით ჩემს საყვარელ სოფელ ნოსტეში, დავიბადე და გავიზარდე ამ სოფელში და განსაკუთრებულად მიყვარს, იმიტომ რომ კასპის რაიონში ყველაზე გამორჩეული სოფელია ეს ჩვენი ნოსტე, სილამაზით, ბუნებით, ღირსშესანიშნაობით, ჰაერით და ყველა აქ მოსული სტუმარი ყოველთვის აღფრთოვანებული და გახარებული მიდის ჩვენი სოფლიდან. ჩვენი სოფლის სავიზიტო ბარათი არის ეს ულამაზესი შესანიშნავი გიორგი სააკაძის კოშკი, რომელიც ყველა საფრთხეებებს ტოვებს. შიდა ქართლი როგორც სააკაძის, ისე მისსავე შვილის პაადას ისტორიულ მოღვაწეობას ინახავს. ყველაზე ემოციური მომენტი კი ფილმიდანაა, სადაც სააკაძის შვილის მოჭრილ თავს წვენად მიუტანენ. ჩემო ბიჭუნა, ჩემო ვაშკაცო. ნოსტე გამორჩეულია მაღალი ჰავით, მარადმწვანე ბუნებითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით, როგორიცაა ჩანჩქერი. როგორც საქართველოს ყველა კუთხეში, ისე აქ წმინდა ადგილებსაც შეხვდებით. როგორიცაა სამებისა და ღვთისმშობლის ტაძარი, რომელიც ბოლო წლების მანძილზე აღადგინეს. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ მოხვდებით ნოსტეში, იმ ქართულ ფესვებს ნახავთ, რომელსაც მარადიული ბუნება ჰქვია.